მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით დავიწყოთ ბატონებთან. მან თქვა, რომ სხვადასხვა შეჯები აქვს პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს უწყების ძალოვანი უწყების განვითარებისგან ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გადაწყვეტილების. პარალელურად უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადმე შენიშვნები ქონდათ და უკმაყოფილებდნენ პროკურატურის მუშაობას. თქვენ რა ხსენებთ? რა ცდილობებს უნდა ლოუდოთ თავის პროკურატურაში? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ მადლობა უნდა უთხრათ აკშექბაშვილს გაწეული მუშაობისთვის, ვინაიდან საქართველოში ხანდახან ავიწყდებათ რა რთულია გარდამავალი ეპოქა, რა რთულია სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, ვინაიდან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მოვიდა კაცი იმ ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურატურა სულ სხვა საქმიანობას ეწეოდა. არ დაგვავიწყდეს რა ვითარებაში მოვიდა არჩილ კბილაშვილი, როგორი ქვეყანა გქონდა ჩვენ გქონდა ქვეყანა, სადაც დაღაპატიმრებდნენ ძალოვან მინისტრს და 15 წუთის შემდეგ ის იძლეოდა აღიარებით ჩვენებას. ახლა გვაქვს ქვეყანა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი და ძალოვანი სხვა მინისტრი დაპატიმრებულია 15 წუთის და 15 დღის მერე კი არა, მე მგონი 15 თვის შემდეგაც ისინი არაპირებენ აღიარებითი ჩვენება მოგცან, იმიტომ რომ გამოიცვალა დამოკიდებულება პროკურატურაში, გამოიცვალა დამოკიდებულება საბჭოთა ახსნილების სისტემაში, რაც არის კარგი ნიშანი. და ამისთვის, ამ ცვლილებისთვის, მეტი თავისუფლებისთვის, პატიმრებისადმი ადამიანური მოპყრობისათვის და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა უთხრათ მადლობა. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკა ყოველთვის ისმოდა ვადების გამო, ბევრს მიაჩნია, რომ დიდხანს გრძელდებოდა გამოძიება, დიდხანს გრძელდებოდა ასევე სასამართლო პროცესები და მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში საზოგადოება და უმრავლესობაც და უმცირესობაც შეიძლება მართალი იყოს, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდხანს ყავს ხოლმე პატიმრებად ხალხი, სანამ მათ მიმართ ძალაში შევა სასამართლო გადაწყვეტილება. ეს ასე არ უნდა იყოს და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. გარდა ამისა, ვიღაცა შენიშვნა ექნებოდა მასთან, რომ ცოტას იჭერს, ვიღაცა შენიშვნა ექნებოდა მასთან, რომ ბევრს იჭერს. თავარი შენიშვნა მასთან კი ჰქონდათ, რომ იგი არის ადამიანური. რა ვქნა ახლა ამ შენიშვნას მე ვერ გავიზიარებ. პროკურორი უნდა იყოს ადამიანი და ადამიანური. ამიტომ თუ ვინმე ვარაუდობს, რომ წავა შედარებით რბილი კბილაშვილი და მოვა ვიღაცა ძალიან სასტიკი და დაუნდობელი, მე თვითონ ამ იდეას არც ვიზიარებ და არც გულშემატკივრობ. რა რეფორმებზეა ლაპარაკი, მე ვერ გეტყვით, ვინაიდან საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა კამათი გენერალურ პროკურორსა და მაგალითად პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ არ ვიცით რაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს რომ ბატონი კბილაშვილის განცხადებით იგი მიდის სამოქალაქო სექტორში და მიდის იქ დაახლოებით სადაც მიდის პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, ასე რომ ეს ნაბიჯი როგორც ჩანს გააზრებულია, ის არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მან გადაწყვეტილების შესახებ ამცნო უპირველეს ყოვლისა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ გამოუცხადა საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის ნაწილი და საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მოდის ახალი პრემიერი, იქნება ცვლილებები. თუ ვინმე წარმოედგინა, რომ იქნებოდა -1 + 1, ანუ წავიდოდა ივანიშვილი, მოვიდოდა ღარიბაშვილი და ამით ამოიწურებოდა ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონში, ის ცდებოდა. მე ვეთანხმები ბატონ არმაზ ახვლედიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ცვლილება არის ნიშანი მომავალი ცვლილებებისა, რომელიც შესაძლოა სულ არ იყოს კოსმეტიკური და იყოს უფრო საფუძვლიანი. ანუ შეიძლება ცვლილებები სხვებსაც შეეხოთ, ეს მთლიანად არის მომავალი პრემიერ-მინისტრის ხელში. მან უნდა წარმოადგინოს, როცა ჩვენ პრემიერ-მინისტრს წარმოგვიდგენენ, მან უნდა წარმოგვიდგინოს პარლამენტს ახალი მთავრობა და ახალმა მთავრობამ უნდა მიიღოს ჩვენგან ნდობა. დარწმუნებული ვარ, რომ კბილაშვილის გარდა სხვა ადამიანებიც სწავლენ და სხვები მოვლენ. ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია. კარგია, რომ მიმდინარეობს ასე, მიდის კაცი და არ ხსნიან კაცი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საუბარი არის თბილისის ქალბატონ მაია მტარიაშვილზე და ასევე საუბრობენ მის მოადგილეზე, რომელიც სავარაუდოდ დაიკავებს ამ პოსტს.
ვიცით უმრავლესობაში ვინ შეიძლება შეცვალოს არჩევნებში. ეს არ არის ასე ვთქვათ უმრავლესობის განხილვის საგანი ახლა ამ წუთას ვიღაცამ უნდა წარმოადგინოს ბუნებრივია ორივეზე არის ლაპარაკი იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ აღარ ველით საზოგადოებიდან იმ ექსპერიმენტს რაც მოხდა ილაშვილის დანიშვნის დროს როდესაც გენერალ პროკურორად დაინიშნა კაცი რომელიც მანამდე პროკურორად არ იყო ნამუშევარი ახლა უფრო მოსალოდნელად მიაჩნია საზოგადოებას თუმცა შეიძლება ამაში საზოგადოება კვლავ ცდებოდეს რომ პროფესიონალი დაინიშნება და ბუნებრივია ლაპარაკი ორ კაცზე ერთი არის მისი პირველი მოადგილე მეორე არის ქალაქ თბილისის პროკურორი და გასაგებია ორ კაცზე გულისხმობ ორ ადამიანზე მამაკაცზე და ქალბატონზე არ ვიცი მე ვთქვი რომ არა მე როდესაც ლაპარაკი არის რომ სახელდებით მე შემიძლია დავასახელო კიდე ერთი 20 კაცი იმიტომ რომ ეს ხალხი რომელიც სახელდება რაღაც გარკვეული ლოგიკით ჟურნალისტების მიერ არც ერთ თანამდებობის პირს არ დაუსახელები არც ერთი არც მეორე არც მესამე და ასე მე ვთქვი რომ შემიძლია დავამატო კახში რომელზეც ოდესღაც იყო ლაპარაკი რომ ისიც შეიძლება იყოს პროკურორი მე მინდა გითხრათ რომ ჩემი დასახელება ამ შემთხვევაში არც გულშემატკივრობას ნიშნავს და არც მით უმეტეს ძნულ წინასწარმეტყველებას მე უბრალოდ შეგახსენებთ რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მომხდარა მათ შორის არასამთავრობო სექტორიდანაც წაუყვანიათ ხალხი პროკურორებად დანიშნულან ადვოკატებად დანიშნულან პროკურორები და ასე შემდეგ ეს ჩვეულებრივი ამბავი კახიშვილი უმრავლესობას არ განუხილავს საზოგადოებაში იყო ამაზე ლაპარაკი კახიშვილი არ არის ჩვენი გუნდის წევრი და ბუნებრივია უმრავლესობა მას არც განიხილავს და არც აქვს არანაირი შანსი ალბათ მე უბრალოდ თქვი რომ დასახელება ამ შემთხვევაში ჟურნალისტები ხანდახან თავს სიტყვებით თვითონ დაასახელებენ და მე თვითონ ღელავენ რატომ არ არიან ისინი რომელიც დასახელებული იმათ მიერ ვინც უნდა დაასახელოს ჩვენ ველოდებით იმ აღჭურვილ ასე ვთქვათ უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს რომელთაც აქვთ უფლება და რომლებიც აუცილებლად დაასახელებენ და რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ მე იმედი მაქვს რომ საქართველოს მომავალი გენერალური პროკურორი იქნება ისეთივე რანგის პატიოსანი ადამიანი როგორიც იყო ბატონი კბილაშვილი და არის კბილაშვილი და ამავე დროს იქნება უფრო წარმატებული პროკურატურაში გამოცდილების გამო შეიძლება გქონდეს მეტი გამოცდილება იგი მე მინდა გითხრათ რომ მე არ ველი ასეთი ტიპის ცვლილებებს რომლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა გაქრება საქართველოს პარლამენტში მაპატიეთ მაგრამ კოსმეტიკური რო არ იქნება ცვლილებები ეს ნიშნავს რომ შეიძლება 1-2 მინისტრი გამოიცვალოს შეიძლება მინისტრების მოადგილეები გამოიცვალონ დეპარტამენტის უფროსები და სხვა ვინაიდან მოდის ახალი პრემიერი მე როდესაც მივედი მაგალითად ხელმძღვანელად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეც გამოიწვია გარკვეული ცვლილებები ეს ბუნებრივია ყველას თავისი მუშაობის სტილი აქვს და უნდა მიეცეს ეს საშუალება ჩვენ ვერ უკარნახებთ ვისთან უფრო კომფორტულად იმუშავებს და ვისთან მეტი წარმატება ექნება ამ მუშაობას რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გუნდის მინისტრების დათხოვას მთავრობიდან ეს არათუ კოსმეტიკური ცვლილებები არა ესაა რადიკალური ცვლილებები ასეთ რამეს მე არ ველოდები თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია მაგრამ მან პირველი რაც თქვა ჯანა როდესაც წარმოადგინა იგი ბატონმა ივანიშვილმა რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ დაშლის კოალიციას შესაბამისი დასკვნები აქედან მე ისე გავაკეთე რომ ეს ნიშნავს რომ შევინარჩუნებთ იმ ადამიანებს რომლებიც კარგად მუშაობენ და არიან ამ გუნდის წევრები ნებისმიერი გუნდის პოლიტიკურ ძალთა ბალანსი კოალიციაში გულისხმობს რომ კოალიციაში არის ასე ვთქვათ ლიდერი პარტია რომელსაც აქვს ადგილების უმრავლესობა ყველგან მათ შორის მთავრობაშიც პარლამენტშიც
აყავს ყველაზე დიდი ფრაქცია პარლამენტში და მათი მეთაური რო გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ ჩვენ ახლა ხდებით საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის მარტივი წესი ასეთია, გამარჯვებული გუნდი აყალიბებს მთავრობას და არა ქართველი ხალხი ირჩევს პრემიერ-მინისტრს. გამარჯვებული გუნდი ბუნებრივია თვითონ გადაწყვეტს ვინ იყოს მისი მეთაური, მათ შორის ფლაგმანი პარტია ვინც არის ქართული ოცნება, მისი მეთაური იქნება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ნორმალურია, ბევრ ქვეყანაში არის ეს მოდელი და ისინი წარმოადგენენ ძირითად ძალას და უმრავლესობაში უმრავლესობას. მაგრამ ამავე დროს ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტში 10 ფრაქციაა და ამ 10 ფრაქციას ასე ვთქვათ, მხოლოდ 3-ია უმცირესობიდან, ერთი არის დამოუკიდებელი და 6 ფრაქციით არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობა. და ბუნებრივია ეს ფრაქციები არსად არ მიდის და ბუნებრივია თანამშრომლობა პარლამენტში გრძელდება და ბუნებრივია ძალთა გადანაწილება ისეთია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში და ხელისუფლებაში, აქვს თავისი მაღალი და დაბალი პოსტები, მათ შორის ახლა ჩემს პარტიას მაგალითად უჭირავს პარლამენტის თავმჯდომარის და იურიდიული კომიტეტის და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ქართულ ოცნებას უმეტესი კომიტეტები აქვს, ბუნებრივია და უმეტესი მინისტრები და ასე შემდეგ და ასე. მე ვფიქრობ, რომ კოალიციური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება ივანიშვილის წასვლის შემდეგ და არ შესუსტება. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, საქართველოში არიან ექსპერტები, რომლებიც აკეთებენ პროგნოზებს არა იმის მიხედვით რა არის მოსალოდნელი, არამედ იმის მიხედვით მათ რა უნდათ რომ მოხდეს. გასაგებია ვიღაცას ძალიან უნდა რომ დაიშალოს საპარლამენტო უმრავლესობა და გაჩნდეს სივრცე ახალი პოლიტიკური ძალებისთვის. ბუნებრივია მე მათ არ გულშემატკივრობ, მაგრამ არ მიკვირს რომ ასეთი სურვილი ჰქონდეთ. საქართველოში ექსპერტები ვარაუდობენ იმის შემდეგ, რაც საარჩევნო შედეგები ნახეს, რომ გაჩნდა სივრცე ახალი პოლიტიკური ძალისთვის. ალბათ ეს ძალა შეიქმნება კიდეც და მომავალი საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნებისთვის თავს გვაჩვენებს. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ წუთას რაიმე საფრთხე კოალიციას არ ელის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ ნახევარ საქართველო ან მეტი დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიციაც დაინგრევა, პარლამენტის გადადგება, ახალი არჩევნებიც იქნება და სხვა ეს ყველაფერი არ იქნება. სამთავრობო ცვლილებებსაც შეეხება, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ძირითადი სამთავრობო ცვლილებები ახალი წლის შემდეგ არის მოსამზადებელი. თქვენ რა სიტყვით ამაზე? მე ვფიქრობ, რომ რაღაც ტიპის ცვლილებები იქნება თავიდანვე. ანუ, როდესაც პრემიერი წარმოადგენს მთავრობას, ეს არ იქნება ზუსტად ის მთავრობა, რომელიც ახლა, მაგრამ როგორი ტიპის იქნება ეს ცვლილებები, რამდენ კაც შეეხება, ვერ გეტყვით, მაგრამ შემდეგ ბუნებრივია მუდმივად იქნება ცვლილებები, ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე მთავრობა 9 წლის წინ, როდესაც გამოვიცვალეთ თითო პოსტზე 8, 6 და 10 კაცი. ჩვენ ყავდა რამდენი განათლების მინისტრი არ მინდა დავითვალო, რომელთა განათლების ცენზი საერთოდ ნულს მიუახლოვდებოდა, გიანოდია რო არ ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანი, სხვა შორის ყველაზე წარუმატებელი, მაგრამ განათლებული კაცი მაინც იყო. ასე რომ ჩვენ ყავდა განათლების მინისტრად შაშკინი, ვინც გნებავთ, ასე ვთქვათ, იმედი მაქვს, რომ ასეთი სწრაფი ცვლილებები მომავალში სამინისტროებში არ იქნება, რომ ყავდეს 10 ეკონომიკის მინისტრი და სხვა ახალ ხელისუფლებას. მაგრამ გარკვეული ცვლილებები ყოველთვის იქნება და ბუნებრივია პრემიერ-მინისტრის მოსვლა, მისი გუნდის მოსვლა გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს. არ ვიცი ექსპერტებმა რა იციან ამის შესახებ, მე ის ვიცი, რომ პარლამენტი ამტკიცებს ხოლმე მთავრობას და შემდეგ აქვს მთავრობას შანსი პარლამენტის ნებართვის გარეშე რამდენიმე მინისტრი გამოცვალოს, სანამ ეს რიცხვი არ მიაღწევს კრიტიკულს, როცა კვლავ დაჭირდებათ პარლამენტის ნდობა. ამიტომ მე რომ ღარიბაშვილი ვიყო, რა თქმა უნდა, ძირითად ცვლილებებს ახლავე განვახორციელებდი, თუ ვიცი, ვის უნდა შეველიო და ვინ უნდა მოვიყვანო. ხოლო შემდგომში განვახორციელებ იმ 5 ცვლილებას, რომელსაც პარლამენტის დასტური არ ჭირდება. უმცირესობის წარმომადგენელი ბატონ დავით საყარაძე ამბობს, რომ ყბილაშვილის ანდების მიუხედავად კოალიცია ქართულ ოცნებას მოუწევს პოლიტიკური პასუხის მიღების აღება იმ კაბინეტებზე და იმ განცხადებებზე, რასაც ყბილაშვილი აკეთებდა გამოდიებელ საქმეებთან დაკავშირებით, იგივე ჟვანიას საქმეზე საუბრობს
ადამიანების ორგანოების ვაჭრობაზე, რომელშიც საყვარელზე ამბობს პირველი ლედი სანდრა ლულოვსკი დაადანაშაულეს. თქვენ ასე თქვით, ყველა ამ საქმეებთან დაკავშირებით თქვენ გვახსოვთ არჩილ კბილაშვილის დაპირებები და არჩილ კბილაშვილის დაპირებების ნაწილი, რა თქმა უნდა, შესრულდება მისი მემკვიდრის მიერ. ჟვანია საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და მე მინდა გული გაუტეხო ბატონ საყვარელიძეს. პროკურატურის საქმეებს თუ მოვიკითხავთ, ჩვენ მეხსიერება შეიძლება უფრო გრძელი აღმოგვაჩნდეს, ვიდრე ბატონი კბილაშვილი და საყვარელიძის მოღვაწეობის ეპოქაც გავიხსენოთ და ის ძვირფასი ეპოქაც ღამის 3 საათზე ხალხი ქონებას რო ჩუქნიდა სახელმწიფოს და მესმის ეს აქტიური კაცი იყო ბატონი საყვარელიძე როგორც პროკურორის მოადგილე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ მისი უფროსი იძებნება, ასე ვთქვათ, მსოფლიოში დანაშაულის გამო, რომელიც მას როგორც ჩანს მართლა ჩადენილი. კი აქებენ ჭკვიანი კაციაო და სხვა ჩვენს მიჩქვა ბატონ ადეიშვილზე. გეუბნებით და ამიტომ სხვა მთქვას ვინმე საყვარელიძის ნათქვამი ცოტა უხერხულია, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა საქმე, მათ შორის ჟვანიას საქმე, მათ შორის 7 ნოემბრის საქმე, მათ შორის 26 მაისის საქმე, მათ შორის გირგვლიანის საქმე, ყველა საქმე ელოდება დასრულებას. შეიძლება სწორედ ეს იყო პრეტენზია, რომ ტემპი არ იყო ძალიან მაღალი გამოძიების, მაგრამ მე მირჩევნია ნელა, მაგრამ სამართლიანად გამოვიძიოთ, ვიდრე სახელგახელოთ რაღაცეები დავდოთ. ცოტა უცნაური იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, ანონსები, რომელსაც არ მოყვებოდა არაფერი. მაგალითად 6 თვის წინ რო ითქვა, რომ ჟვანიას საქმე თითქმის გახსნილია და 6 თვე გავიდა და კიდე არ არის დასრულებული, ეს რა თქმა უნდა ცოტა ამ საქმეში არის უცნაურობა, მაგრამ მოდით ეს მივაწეროთ იმას, რომ რთული საქმე აღმოჩნდა, მაგრამ იგი თავდაყირად დგება როგორც ჩანს, ანუ ის ვერსია, რომელიც შემოგთავაზეს, რა თქმა უნდა არ არის ყველამ ვიცით. ყველამ საქართველოში კაცი არ არის, ვინც არ იცის, რომ ჟვანია იქ არ მომკვდარა, სადაც გვითხრეს რომ მოკდა, ახლა თუ ამას ლაპარაკი ამერიკელებმა დასკვნაში დაგვიწერეს, ამ ოთახში ვერ მოხდებოდა ეგ ამბავიო. ამიტომ მესმის ეს ამბავი და ისიც მესმის, რომ ნერვიულობენ ამაზე დღევანდელი უმცირესობის წევრები. ვიღაცას აქვს ანერვიულო, როგორც ჩანს, ეს საქმეები დასრულდება. თუ ისი არ აღმოჩნდება, როგორც ჩვენ გონია, ან საზოგადოებას გონია, სიმართლეს მაინც გავიგებთ ახლა. მე მესმის, რომ პროკურატურისგან ამას ველოდებით. რამდენიმე ადამიანი საუბრობს, რომ შეიძლება მათგან რაღაც ინფორმაცია მიიღოს ამბობენ, თუმცა რატომღაც თავში ყავს. ხელოვნურად ხომ ახდება ამ საქმის გაჭიანურება, ან რამე პოლიტიკურ თამაშს ხომ არ ხედავთ, შეგვიძლია რაიმე გარიგებას ქონდეს ადგილი, მაგრამ ამაზე უკვე დაიწყო საუბარი კულუარებში, რომ შესაძლოა რაღაც გარიგება იყოს მართლობისა და ოპოზიციას შორის. რომ გადამოვივა საბოლოოდ შეგვიძლია. ვიცი მე, გარიგების თემა ღირს 10%. ანუ საქართველოს მოსახლეობის 10%-მა იმ ადამიანს, რომელსაც გონია, რომ გარიგებულია ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, დაუჭირა მხარი 10%-ით. ამიტომ 19 რაც გვემბრძანეთ, იმაში ტყუილია სულ ცოტა. ხალხს არ ჯერა, რომ ჩვენ გარიგებული. მე ვერ გავიგე კარგად, ისე იგი საყვარელიძესთან ვარ გარიგებული და ვლანძღავთ ერთმანეთს და ჟვანიას გამო ვის გაურიგდით, ბარამიძეს ალბათ ან ვიღაცას ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ ყალბია ეს მოსაზრება, რაც შეეხება მოწმეებს. ვინაიდან მე ვიყავი პატიმარი. მე კარგად ვიცი მოწმეთა ჩვენებების ფასი. მე არ მინდა სახელი და გვარები დავასახელო ჩემ საქმეებში, ვინც მოწმეები იყვნენ, მაგრამ არ მინდა კიდე ქართულად რაღაც წევლა გამოვიდეს და იმდენი სიკეთე შევიდეს მათ ოჯახში, რამდენი სიმართლეს თქვეს მათ. არ არის ეს ასე მარტივად, როგორც წესი პროკურატურა ყველაფრით ინტერესდება. ის ქალბატონი თქვენ რო იცით, შეიძლება 5 ჯერაა უკვე დაკითხული, მაგრამ 100-ია საქმისთვის საჭირო. ეს არის ისეთი რთული სფერო, დაკითხვები, პროკურატურა და სხვა. გარდა ამისა, მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ ის ხალხი, რომლის დროსაც ეს მკვლელობა მოხდა, ისევ სამსახურში იზრდის და არ არის დაინტერესებული. ესეთი ეჭვი არსებობს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას გვჭირდება მეტი კონტროლი ამ საქმეებზე, მეტი მოთხოვნა, თქვენ ჟურნალისტებმა უნდა მეტი კითხვა დაუსვათ და უფრო შეაწუხოთ ხოლმე და ჩვენ შევაწუხებთ ხოლმე, რომ
ვშკარობთ იმ ხრივ, რომ გავიგოთ სიმართლე. არ უნდა მოხდეს არანაირი პოლიტიკური გარიგება ამ თემას. მაგრამ საკითხი რთულია და ეხლა არ მინდა ვთქვა, ვისთან და როგორ ხდება ხოლმე სახელმწიფო ინტერესების მოგვარება. თუ საქართველოს ინტერესებს რაღაცა გადაეღობება, გარიგება მოხდება საქართველოსა და საქართველოს ინტერესებს შორის და არა ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივები ისეთი არ არის, რომ ვინმე მას გაურიგდეს და მომავალში ხელისუფლება გადააბაროს. კი ზეიმეს არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს უბრალოდ არის პიარი. იმიტომ დამარცხებულები არ ზეიმობენ ხოლმე, საერთოდ ზეიმობენ გამარჯვებულები. მათ არჩევნები წააგეს პირწმინდა. საპრეზიდენტო არჩევნებში 20% არის სერიოზული წაგება. მათ უნდათ ეს დასახონ, როგორც სერიოზული წახმეთვა ხელი მოუმართოთ. კი ბატონო, საქართველოს ნაკრებმაც რო წააგოს 5-1 ინგლისთან, იტყვის გოლი გაუტანეთო რა, ეს იქნება, მაგრამ წაგება. დიდი მადლობა.